ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მუხიანში მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. პრიორიტეტები, რაზეც მან ამორჩეულთან ისაუბრა, უმუშევრობა და სამართლიანობის აღდგენაა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ყოფ ადამიანებზე, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის გამო სამშობლოს ტოვებენ. ამ ფაქტს დეპუტატობის კანდიდატმა სამარცხვინო უწოდა. ჯაჭვლიანმა კანონის უზენაესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქისთვის კანონი ერთი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რაც ხალხს აწუხებს: სამართლიანობა, სამუშაო ადგილები და ხალხია გაგიჟებული იცით რაზე? შუქმა და ნაგაუმა გააგვწყვიტა წელშიო. ასე რომ უამრავი პრობლემებია. ჩვენც დავიღალეთ ამოდენა უსამართლობით და ყველანაირი ყველაფერთ. იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყანას რაღაცა ეშველება. აიმიტომ მოვედი აქ. სოსო გვესაუბრება ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. უშუალოდ პირველი ეტაპის ამოცანა არის, როგორ მოვიგოთ არჩევნები. როგორ გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ, კოალიციამ მთლიანად, რომ უკეთესი მომავალი ქონდეს საქართველოს, დაალაგდეს ქვეყანა, ხალხსაც ეშველოს.